ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით ქალბატონის სონატა კოლტერის ვიზიტს, ეს არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკული ვიზიტი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვიზიტი საერთოდ, რაც საქართველოში განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ წარმომადგენელთა გვექნება საუბარი ყველა იმ ძირითად გამოწვევაზე, რაც დღეს დგას ქვეყანაში. საუბარი გვექნება ანაკლიის ხმალწკოვანი პორტის პროექტის უდიდეს მნიშვნელობასა და სტრატეგიულობასთან დაკავშირებით, მათ შორის ისე როგორც პოლიტიკურ და დემოკრატიულ საკითხებზე, რაც დგას ძალიან დიდ გამოწვევად ჩვენი ქვეყნის წინაშე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან მკაფიოდ აქვს განცხადებული ის, რომ ამერიკა მოელის სქოცური რეჟიმისგან კონკრეტული ტიპის ქმედებებს და რომ შესაძლო გადატვირთვის თუ ნორმალიზების ბედი არის მთლიანად დამოკიდებული იმ ქმედებებზე და იმ მოქმედებებზე და რიტორიკაზე, რაც ეკრება ახლა და შემდგომ პერიოდში ქართული ოცნების რეჟიმს. თუ ქართული ოცნება არაფერს არ მოიმოქმედებს, გინდ აპრილი იყოს, გინდ მაისი და გინდ ოქტომბერი, არაფერი მისთვის ასიკეთოთ არ შეიცვლება ნორმალიზების კუთხით და პირიქით. თუ ქართული ოცნების რეჟიმი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, იმ მიმართულებებით, რომელიც მან ძალიან კარგად იცის ამერიკის შეერთებულ შტატების მხრიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შანსი იმისა, რომ მოხდეს ურთიერთობების გარკვეული სტაბილიზაცია და გადატვირთვა. ამიტომ კალენდრით, ჩხირკედელაობას და იქ აპრილზე და მაისზე ლაპარაკს, ხოცებს ურჩევდი საქმეს მიხედონ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიაღწიონ გარკვეული ტიპის სტაბილიზაციას, რომელიც გავა პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციაზე, ეს არის პოლიტიკების გათავისუფლება, ეს არის პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა და ეს არის ანტიამერიკული, ანტიევროპული და ანტიევროვნული რიტორიკის და პრაქტიკის შეწყვეტა.